მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლიო, ეთერშია ტელეკომპანია TV12 სპორტულ ტურისტული პროგრამა სტარტ. პროგრამა სტარტის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე ჯემალ არობელიძე. დღეს ჩემი სტუმარია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქართული ჭედოობის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ჯემალ წულუკიძე. მოგესალმებით ბატონო ჯემალ. მოგესალმებით ბატონო ჯემალ, მადლობა მოსვლის. ბატონო ჯემალ, ჩვენ დიდი ხანია არ შეხვედრივართ ერთმანეთს, ლოგიკურია საკითხთა წება დაგროვდა და ესე იგი მიყვეთ დინებასო რო იტყვიან, მაგრამ პირველ რიგში რიზეს ვოიაჟზე ვისაუბროთ, თქვენი იყავით იქა მიწვეული, ახლა ხან დაბრუნდით, შტაბის ტელევიზიები დიდია და გთხოვთ გავზიაროთ ტელემაყურებელს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო ჯემალ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ახალი სტუდია გაქვთ და ფეხბედნიერი ყოფილიყო ჩემი ფეხი. ამ სტუდიაში მართალი ბრძანეთ, საკმაოდ წელიწადზე მეტია არ ყოფილვარ თქვენს ტელევიზიაში. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის და მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩვენ საქმიან ვიზიტ რიზეს პროვინციაში, ეს იყო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. თავისი როგორც სპორტული, საორგანიზაციო, გნებავთ ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით. ჩვენ როცა თავის დროზე რიზეს პროვინციის სპორტისა და ახალგაზრდობის დირექტორატის მისვლა მივიღეთ, სიმართლე გითხრათ, ძალიან გახარებულები ვიყავით, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენი ფედერაცია მოკლებული არ არის საერთაშორისო კავშირებს, ძალიან ბევრ ქვეყანასთან, როგორც სპორტის სამსახურებთან, ისე ამა თუ იმ ქვეყნის ჭიდაობის ეროვნულ სახეობების ფედერაციებთან, კლუბებთან ჩვენ გვაქვს აქტიური კავშირები, აქტიური თანამშრომლობა და ამ კუთხით რიზეს პროვინციის ახალგაზრდობისა და სპორტის დირექტორატის მიწვევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაზე მთავარი რაც შეიძლება გამოყვეს იყო ურთიერთთანამშრომლობის კომპლექსური მემორანდუმის გაფორმება, რომელსაც ჩვენი ფედერაციის გარდა ხელი მოაწერა რიზეს პროვინციის სპორტისა და ახალგაზრდობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, სხვათა შორის მე ამ კაცით აღფრთოვანებული დავჭი, იმიტომ რომ საინტერესო სპორტული ისტორია აქვს, არსულში ის საკმაოდ ტიტულოვანი ძიუდოისტი იყო, შემდგომში მან გააგრძელა სამწვრთნელო კარიერა და ამ ეტაპზე ის ხელმძღვანელობს ამ სამსახურს, ეს გახლავთ რამაზან ოზთურქი და ძალიან კარგი მასპინძლობა გაგვიწიეს მის უწყებაში, ასევე ხელი მოეწერა გინეუსის აი ამ სამსახურის მუნიციპალიტეტის სამმართველოს უფროსმა, ჩვენმა ძალიან ახლო მეგობარმა და კოლეგამ აკიფ კალჩამ, ასევე ხელი მოეწერა გინეუსის მუნიციპალიტეტის მერის მხრიდან ვიცე-მერმა მოაწერა ხელი, ერთ-ერთი გინეუსპორის პრეზიდენტმა, რომელიც ეს კლუბის პრეზიდენტმა, რომელიც 1000 სპორტსმენამდე ბატონ ჯემალ აერთიანებს. ჩვენ აი ამ 2 დღის განმავლობაში შესაძლებლობა გქონდა, რომ გარდა აი ამ კომპლექსური მემორანდუმისა დაგვეთვალიერებინა და მასპინძელმა დაგვათვალიერებინა აბსოლუტურად ამ პროვინციის თითქმის ყველა სპორტული ბაზა, კომპლექსი, ცენტრი და ერთი რამე შემიძლია ვთქვა, კი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ეტაპობრივად ვითარდება და 30 წელია ვაშენებთ დამოუკიდებელ ქვეყანას ეკონომიკას და შესაბამისად ხდება განვითარება სპორტის, კულტურის, მეცნიერების და ასე შემდეგ განვითარება, მაგრამ როცა მე პირადად მიწევს ამა თუ იმ ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის გაცნობა და ახლა ამჟამადაც ამ ემოციით ვიყავი, რაც ნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა თითქმის ყველა, აი მაგალითად რო ავიღოთ ხულოს მუნიციპალიტეტის მაგალითი, ხულოსნაირ მუნიციპალიტეტში რამოდენიმე სპორტულ და საკემპინგო ცენტრები ადგილზე, გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა, სავარჯიშო, დასაძინებელი და ეს უბრალოდ დასაძინებელი არ არის. 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში რო ხდება, ისეთი ნომრები აქვს სპორტსმენს. ყველა პირობა აქვს შექმნილი, რომ შედეგი დადოს. აბსოლუტურად ყველა სახე, საჭიდაო სახეობები, გუნდური სახეობები, მე ბატონ ჯემალ, იქ საწყლოსნო იგივე
ბაზა ვნახე აი ამ იმის ბაიდარეკანოე. დიახ, გავგიჟდი. იმიტომ რომ მსგავსი ძალიან იშვიათად მინახე. ბატონო ჯემალ, ძალიან ახლოვანებული ხარ და ერთი მომენტი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ალბათ შესასწავლი გადასაღები მისაბაძი ბევრი ქონია თურქეთთან. ძალიან ბევრი. ისიც რა ბატონო ჯემალ მართლაც იქ ჩემ კოლეგას ვეხუმრე ახლა ამ კრივის დარბაზიო, საჩუპულტო, ციუდოს, ფეხბურთის და კომპლექსები, ინფრასტრუქტურული, როცა მშენებარე პროექტები, დასულებული, მოქმედი, ყველგან არის ერთი უმთავრესი. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, დიდი მოტივით და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის მიერ დაპროექტებული, შესყიდული, აშენებული და ერთ ჩემ კოლეგას ვეხუმრე რომ ასეთი ინფრასტრუქტურა რომ და მე ვინც ჩვენი ფედერაციის წარმომადგენელი, იქ ოფიციალურ თარჯიმანის დაგვახვედრეს, მაგრამ ჩვენი ფედერაციის წარმომადგენელი გოგიტა ზოიზე რომელმაც ასე თქვა შინაურული თარჯმანობა რო გასწია და მაინც მისი საშუალებით მქონდა კომუნიკაცია ამ ჩემ კოლეგებთან, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებზე და სხვათა შორის ის თარჯმანიც ადგილზე ძალიან მაგარი ბიჭი გეცოდინებათ გიორგი გვენეტაძე, რომელიც 10 წელია მოღვაწეობს თურქული რიზეს საჭიდაო კლუბში და გიორგი იყო ოფიცერი და მადლობა მინდა უთხრა მასაც ბუნებრივად და გავაგზელებ და ვიხუმრე მეთქი ასეთი ბაზები ჩვენთან რო არსებობდეს ასე სპორტსმენისთვის ყო დასაძინა ადგილზე ხდება ჭამაც დაძინებაც ვარჯიში 2 მილიონი ნახევარი ვარ ჩვენ მე უთხარი და 85 მილიონამდე ხარ თქვენ მე უთხარი და აბა ჩამომითვალეთ თქვენი ოლიმპიური და სოფლიო ჩემპიონები და ჩამოგითვლით ჩვენ მაინც რა იცი ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ და აი ეს ნიჭიერება აკომპენსირებს იმ წიერ ინფრასტრუქტურულ იმ სპორტულ და თოგიდა ყველა მიმართულებით იმ შესაძლებლობებს რაც ჩვენ გვაქვს და მე დარწმუნებული ვარ და თქვენს დამეთანხმებით რომ მოვა დრო ჩვენი ქვეყანაც როცა სახელმწიფოებრიობის ასე ვთქვათ მწიფობის ასაკში შევა უკვე და თავის ასე ვთქვათ ისტორიაში ბევრ სასიკეთო ცვლილებას დაინახავს მოვა ის პერიოდი რომ ჩვენი შემდგომი თაობები ეამაყებენ საქართველოს სპორტული ინფრასტრუქტურით მიღწევებით ისეც ვამაყობ და ეს უფრო მეტად შედეგზეა გათვლილი ორიენტირებული და უფრო მეტად ეძლევა შესაძლებლობა სპორტსმენს აი ეს სპორტული ინფრასტრუქტურა უფრო რომ მორგებული ინდივიდუალურად მასე და უფრო მეტ ამ კომპლექსური მემორანდუმის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებს მივაღწიეთ ბატონ ჯემალ ეს არის სპორტის ეროვნული სახეობების როგორც ჩვენთა ქართულ ჭირეობა და ამ აბაჭედეობა იგივე აბას გარდა იქ აღლიგურეში ქვია იგივე ყარახუჭა ჭიდაობა ძალიან ბევრი ეროვნული სახეობების ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება მასტერკლასების გაცვლითი პროგრამები სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ერთობლივად შემუშავება პროგრამების და პროექტების და საერთო ჯამში ეს როგორც ჩვენი აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის შესაბამისად ქართული ჭიდაობის განვითარებას განსაკუთრებით სპორტსმენთა და მწვრთნელთა და ოსტატებას, მათი პროფესიული დონის ამაღლებას და მეზობელი ქვეყნების, ეროვნული სახეობების, საჭიდაო სახეობების გაცნობას და იმსა თქვენ იცით, ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება და პრაქტიკა გვაქვს, იგივე აბაჭიდაობის, იგივე მსოფლიო ჩემპიონატებში ჩვენი სპორტსმენების ძალიან აქტიური ჩართულობის, მათი შედეგების, თუ გინდათ, აი ხა გასულ წელს ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც გერმანია მომასპინძლა ლუდვიგსბურგმა, იქ ჩვენი 5 სპორტსმენმა
ხუთივემ ოქროს медალი მოიპოვა და საქართველოს გუნდური პირველი ადგილი მოუტანა, ყველა გაგიჟებული იყო რომ ანუ ხუთივე სპორტსმენი სოსო იარაჯული, ნოდარ ცალუღელაშვილი, მარად გორგაძე, დავით ფარტენაძე და დიეგო მახარაძე წაიყვანა აბაჭიდეობის ეროვნულმა ფედერაციამ და ჩამოიყვანა ხუთივე ოქროს მედლით და საქართველოს გუნდური ადგილი. აქაც კიდე ერთხელ ნამდვილად ქართველთა ნიჭიერებაზეა ხაზგასასმელი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მე ვფიქრობ ბატონ ჯემალ რომ იქ კიდე სხვა ბევრი ისეთი საინტერესო შეხვედრები იყო გასნობითი ხასიათის სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან საერთო ჯამში აი ამ საქმიანმა ვიზიტმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ფედერაციის საერთაშორისო სპორტული კავშირების გამტკიცების, თანამშრომლობის და ახალი გეგმების, ახალი გამოწვევების გზაზე და მე ვფიქრობ, რომ შემდგომში ეს კავშირები უფრო მით უმეტეს რიზეს პროვინციიდან მეც ბუნებრივია და ჩვენც მოვიწვიეთ და უახლოეს ივნისის თვეში წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩვენ გვეყოლება და თქვენ შესაძლებლობა თუ იქნება აუცილებლად. აი თქვენთან საუბრით პირდაპირ აღელვებული ხდები, გული უფრო მიზგერს, იმიტომ რომ ღვიძლ საქმეს ეხები და კმაყოფილების გზნობა ძალიან ფართო და ძალიან გაზრდილია და ძალიან მაინტერესებს ერთი მომენტი. თქვენ რიზაში ახსენეთ რომ იქ ჩართულობა დიდია და ასე შემდგომ და ასე ამბობთ. ხო, ნიშნოსნობაზე უნდა მეთქვა. ნიშნოსნობის კომპლექსი ვნახე ბოდიშიც და ბატონ ჯემალ ნუ გავგიშთ. ჩვენ რომ გონია რომ აღორძინ არა თუ ბოდიშით არ დაგავიწყდეთ. ესე იგი უშველებელი ბაზა ჩემს იმ წარმოადგენას უთხარი გოგიტა ერთ დავითვალოთ 120 150-მდე თვითონის გემია თუ რაც არის ხო? ბაიდარა კანონი. ბაიდა, დიახ, რუსულია მე მგონი ქართულით რაღაცა. საერთაშორისო. და თავისი სასმელი ბაზა კიდე. თავისი ინფრასტრუქტურა სპორტული, როგორ ადგილზე დამონტაჟებული, ნუ გავგიჟდი ბოდიშით ბატონ ჯემალ. არაფერს. ჯემალ, ხო და მე რა მაინტერესებს იცით? აი როგორია მასიურობა, აი თქვათ რიზე. ჩვენი მეზობელი ქალაქი თურქეთის. და შემოგარენი სოფლები. მე მაინტერესებს ჩართულობა, აი სოფელი ახალგაზრდობის ჩართულობა უზრუნველყოფილია თუ მარტო რიზე ქალაქზე. როგორ გეკადრებათ ბატონ ჯემალ, მაგას გაუსვი ხაზი, ეს რიზეს მთელ პროვინციაზეა. მე მხოლოდ ქალაქ რიზეში აი მე რო გითხარით ხულოს მუნიციპალიტეტის მაგალითზე გვინეოსის მუნიციპალიტეტი მოვიცავთ ამიტომ ვსაუბრობ. მაღალმთიან სოფელში არის კომპლექსი საკემბო ადგილზე, სადაც ადგილზე ხდება სპორტსმენების ვარჯიში, დაძინება და კვება ბატონ ჯემალ. და მე რო დავინტერესდი რომ ეს ბევრი ისეთ სახეობა ძალიან ძვირად ღირებული სპორტის სახეობები მე ვთხარი აქ ალბათ არავით არის გადასახადი. ყველგან ჩვენ ასე მითხეს პირდაპირ. ჩვენ ხელს უწყობთ ნიჭიერ სპორტსმენებს თავისი სპორტული მონაცემების განვითარებისთვის, აქტიური სპორტში კიდევ უფრო მეტი შედეგის დადებისთვის და სამისოთ სახელმწიფოს უნავს აჭმევს, ასმევს, ავარჯიშოს უფასოდ. მაღალი დონის კიდევ ერთხელ ვიმეორე ბატონ ჯემალ, ფასიანი ჯგუფებიც იქნება, მაგრამ ფასიანი ჯგუფები შეიძლება არის, მაგრამ ის სადაც ვნახე მე, შეიძლება როგორ არ იქნება, ეხლა შეიძლება რაღაც ინდივიდუალური დაქირავება ჩვენთან ჭარბობს და იმიტომ ვსაუბრობ. მე რაც ვნახე და რისის უზრუნველყოფას სახელმწიფო ახდენს, იქ ყველგან არის უფასო, ხელმისაწვდომი საცხოვრისი, ხელმისაწვდომი კვება, სამთო მომსახურება, სატრენაჟოროები, ნუ რა ვიცი, საუნები და ძირფასი მადლობა ესეთ პროფესიული საუბრისათვის. საქმე დაწყება ძალიან ვრცელი არის ჩვენი შეხვედრის აი ვაკუუმი დიდხანი შედგა და გამომდინარე აქედან ბევრი კითხვები მაქვს და ძალიან ესე იგი შევეცდები მოკლედ გიპასუხოთ ბატონო. ეხლა სპორტ კალენდარული გეგმა დამტკიცდა, ამოქმედდა და თქვენ უკვე ბევრი შედეგები დადეთ. საინტერესოა მაყურებლისათვის რომ რა მიმდინარეობაში არის დღეს სპორტ კალენდარული გეგმა.
რა თქმა უნდა, ბატონჯემა თქვენ მოგეხსენებათ, რომ ფედერაციამ 2026 წლის სპორტული სეზონი აჭარის პირველობით დაიწყო და ქედას უმასპინძლა, ეს იყო ჭაბუკებში აჭარის პირველობა, ნაკრები გამოვლინდა და შემდგომ უკვე ამ ნაკრებმა მარნეულში იასპარეზა, ოღონდ გუნდურ ჩემპიონატზე ჭაბუკებში. ეხლა მოახლოებული წინასაგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და სადღესასწაულო დღეების შემდეგ 17-18-ში უკვე შუახევი უმასპინძლებს აჭარის პირველობას დიდებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ჩართულობა, დიდებში როცა არის თქვენ ძალიან დიდია სამზადისი, ყველას სურვილი აქვს მონაწილეობა ჩვენ სპორტსმენებს მონაწილეობა მიიღონ და ნაკრები შეიკრას ძალიან ძლიერი და მე ვფიქრობ რომ ამ ღონისძიებასაც აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია მაღალი პროფესიული სტანდარტით და მაღალი ორგანიზებულობით ჩაატარებს შემდგომში გაგრძელდება უკვე ჯერ არ ვიცით ეროვნული ფედერაცია ალბათ სადღაც მაისში ქვარიანის ტრადიციული ტურნირია ქუთაისში და ჩვენი დიდაჭარობის პირადგუნდური პირველობა ივნისში უკვე ვიცით რომ ახალგაზრდების საქართველოს პირველობა ტარდება ზესტაფონში და ბუნებრივია ჩვენს მანამდე უკვე ჩატარდება აჭარის პირველობა ახალგაზრდებში და მე უკვე სახელობითი ხსოვნის ტურნირები მიყვება და აი ასეთნაირად გაგრძელდება ჩვენი სპორტული კალენდარი ბატონჯემა. ზაფხულის მულტისპორტული ღონისძიება არის დაგეგმილი 17 სახეობაში. აი ამ ხრივ როგორ არის? სხვათა შორის ჩვენ ამასინაც სპორტის დეპარტამენტში თათბიზე უკვე მაგის შესახებ დავალება მოგვეცა, თქვენ იცით რომ ეს არის პირველად ჩვენი ქართული სპორტის ისტორიაში ეს მართლა მულტისპორტული დიდი მასშტაბის პროექტია, სპორტული პროექტი. მისი ორგანიზატორი არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ჩართულობა და მხარდაჭერა აქვს საქართველოს მთავრობისგან და საქართველოს სპორტის სამინისტროსგან, 17 სახეობაში ტარდება, მათ შორის არის ქართული ჭიდაობა, მონაწილეობას იღებს 12 რეგიონი, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აფხაზეთის, თბილისის, კახეთი და ასე გრძელდება 12 რეგიონია. ჩვენ მალე გვექნება ფედერაციაში თათბირი, სადაც უკვე ჩვენ განვიხილავთ აი აქ აჭარის 10-11-იანებში ტარდება. 5 წონითი კატეგორია არის ბატონჯემალ და ყველა რეგიონი თითო გუნდით წასდგება და ბუნებრივია ჩვენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქართული ჭიდაობის ფედერაციას მოგვეცა დავალება რომ ძალიან ძლიერი გუნდი გამოვიყვანოთ და ეს გუნდი პრაქტიკულად ჩვენ უკვე ყავს, იმიტომ რომ აჭარის პირველობა ჭაბუკებში რო ჩატარდა გამოვლენილი ყავს, იქ ცოტა წონებში აცდენაა, მაგრამ ამასაც ჩვენ დავარეგულირებთ. თავარი ის არის რომ ფესტივალის გახსნა არის ბატონჯე პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალია. ფესტივალი დასკვნითი ფაქტურად რეგიონებში ჩატარდება ამ 17 სპორტის სახეობების პირველობები ჩვენ ავტონომიაში ჩატარებულია ბევრ სახეობაში, მათ შორის ჩვენთან და დასკვნითი უკვე შემაჯამებელი არის ბათუმში 2 ივნის გახსნა არის, ძალიან გრანდიოზული გახსნაა დაგეგმილი და 6-ში დახურვა არის, 3-4-ში და 5-ში შეიძლება უკვე გადავიდეს უკვე ქართულ ჭიდაობაში ეს შეხვედრები იქნება და მე ვფიქრობ ეს ფესტივალი როგორც ზოგადად ისე ქართული ჭიდაობის ნაწილში საკმაოდ წარმატებულად კი ბატონო პირველად ტარდება, მაგრამ სამზადისი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, ავტონომიურ რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს, სამხარეო ადმინისტრაციებს, გუბერნიებს და შესაბამის აი ამ სპორტულ ორგანიზაციებს უკვე დაწყებული აქვს და მე ვფიქრობ ეს ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით კიდევ ერთ ლამაზ სასახელო ისტორიას ჩაწერს საქართველოს აი ამ მრავალწლიან სპორტულ ურთიერთობებში. დიახ, ბატონო ჯემალ, ჩვენი სახელით, თქვენი სახელით ლერი ხაბელუს პირველ რიგში შალვა გოგოლაძეს ამისათვის დიდი მადლობა. ეს პირველი, ასე რომ ვთქვათ, ფენომენალური გადაწყვეტილებაა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მთავრობა არის მისი სერიოზული დონის, სერიოზული მიმართულებით. ესე იგი, ჩვენ მივიღებთ ამ, რა თქმა უნდა, ღებულობთ და მივიღებთ მონაწილეობას აჭარის რეგიონი
და ვფიქრობთ, რომ შესაბამის შედეგსაც მივაღწევთ. და მინდა თქვენ მოგილოცოთ წინასწარ გამარჯვება. რამე თუ პირველი ამ ღონისძიების ფესტივალის პირველი ჩემპიონები ისტორიული იქნება. მე ასე მგონია. ხოთ აქ შედეგები დაჯამდება ეს ყველგან გუნდურია პრინციპით იქნება ბუნებრივია კი ინდივიდუალური შეხვედრები იქნება მაგრამ გუნდები და მე ვფიქრობ აჭარა ერთიანობაში ამ 17 სახეობის ერთიანობაში აჭარის ავტორესპუბლიკა საკმაოდ წარმატებულად იასპარეზებს და საპრიზო ადგილზე გავა. ამის იმედი მაქვს. ბატონო ჯემალ, ერთი მომენტი, დიახ, საზოგადო საქმესაც შევეხოთ, იცით რომ აჭარაში ამხსენებლობა მიმდინარეობს და სერიოზულ დონეზე. არ შეიძლება არ შევეხო ბულვარის განაშენიანებას ახალი ფორმით და წესით. ესე იგი, შენობა ნაგებობები, რომელიც უარგესი იყო და არ ცდებოდა კონტექსტი მათი კრება მიმდინარეობს და ეხლა დგას ერთი საკითხი ასეთი და მინდა მე და თქვენ ხშირად გვისაუბრე ამაზე, ხშირად საკითხიც დაგვიყენებია ხელისუფლების მიმართ და მინდა გავიმეორე, რამე თუ გამოთავისუფლებული ადგილები, ზღვისპირას გამოთავისუფლებული ადგილები შეივსოს არა რესტორნებით და არა ასე რომ ვთქვათ სხვადასხვა მიმდინარეობით და ვაჭრობით და ასე და შემდგაც არამედ სპორტული ნაგებობებით სხვა შემთხვევაში ღია სპორტული მოედნები და მათ შორის აი ჩვენ გქონდა წლები ამაზე ვსაუბრობთ ქართული ჭიდაობის არენის დაფუძნებით რამე თუ ქართული ჭიდაობა დედაჭიდაობა თავი და ბოლოა ყველა სპორტის მიმართულების ამ შემთხვევაში ჩვენთან საქართველოში გამომდინარე აქედან მე მინდა რომ აჭარამ ხაზი გაუსვას თქვენი ხელმძღვანელობით და ვიყოთ პირველი სრულიად საქართველოში იმის თაობაზე რომ ბათუმში მოწყობილი ქართული ჭიდაობის ღია არენა შექმნის არა მარტო სპორტული დიდების საფუძველს არამედ ჩამოსული ტურისტების გასართობ საშუალებას და შესაძლებელი იქნება ეგ ჩვენი მეცადინეობით მივიყვანთ ცნელიებს, საჯებს და მოვაწყობთ ღია ჩემპიონატებს, მოვაწყობთ ჩართულ ჩემპიონატებს, თქვათ, იგივე რუსებს, ფრანგებს, ინგლისებს და მათ შორის და ამას მივცემთ რაღაცა აღიარებას, დავაწესებთ ჯილდოებს და ერთ-ერთ ნაბიჯს გადავდგამთ საქართველოს ჭიდაობის ოლიმპიური სახეობის აღიარებისაკენ. გარდა ამისა, შესაძლებელია თუ ესე იგი კარგად გავისარჯებით ისეთი ღია სახეები ამ 17 სახეებიდან რაც არის ამ ფესტივალის რომელიმე სახე თქვათ ბილიკი არის ზღვაზე გაკეთებული, თქვათ ძლევოსნური სახე ან ტექნიკური სახე ჩავთოთ იქა რომ პლიაჟს და ბულვარს მივცეთ სპორტული აღიარება. აი ამაზე თუ გიფიქრიათ, ანდა როგორ შეამოწმეთ ამ წინადადებას. ბადუნ ჯემალ, რაც შეეხება ბულვარის და ზღვისპირა ამ ინფრასტრუქტურის მე ახლა ნამდვილად თავს შევიკავებ ურბანული განვითარების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ რასაც ვხედავ ბოლო წლებში მართლაც განუკითხაობა იყო ბათუმის ბულვარის და ზოგადად სანაპირო ზოლში რა ხდებოდა და არ მინდა ახლა ვინმეს მიმართ ისეთი მიკერძოებულები იყო და ვინმეს ადვოკატობა გავწევ, მაგრამ ჩემი როგორც მოქალაქის და ამ ქალაქში რიგითი მაცხოვრებლის ძალიან თვალშისაცემია ჩემთვის ამ უსახურის შენებლობების ამ უკანონო რაც იყო ბუნგალოები, კაფე-ბარები, არავითარ კონტროლს და კონიუნქტურას რომ არ ექვემდებარება, მათი გაწმენდა და ამოისუნთქა ბულვარმაც, მწვანე ნარგავმაც და ბულვარი დაემსგავსა ბულვართან. არაჩენი მისი განაშენების ურბანული რაღაც და ქალაქის განაშენების და ზოგადად ურბანული პოლიტიკა ეს მე არ ვარ სპეციალისტი და ალბათ მუნიციპალიტეტის როგორც აღმასრულებელი ისე საკანონმდებლო ორგანოებში ამის შესახებ უკვე და მე ვიცი რომ უკვე გეგმაც ზე მუშაობაც მიდის ალბათ ამას საბოლოო სახე მიეცემა. რაც შეეხება
ღია მარტივი ტიპის საჭიდაო არენებს ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია თავის დროზე ფოდმა ქართულ დაიწყო და აღარ მინდა ამ თემებზე ბევრჯერ გვისაუბრია სხვადასხვა ტელევიზიაში კოტე აფხაზის ქუჩაზე ერთობლივი ძალისხმევი როცა დაიწყო ამ იდეის განხორციელება უკვე მარტივი ტიპის არენა არის თუმცა ჯერ მთლიანად მუნიციპალიტეტზე გადაცემული არა ეს ამდენადაც ვიცი ჩვენ გასულ წლის ზაფხულში ტელევიზიამ სიუჟეტის გააკეთა და იქ აღარ მინდა ბევრ რაღაცა ისეთია რომელიც გამოსასწორებელია რაც შეეხება გაგრძელებას გავსი არენების არათუ ქალაქი ბათუმი აი იგივე დახურული მართალია ოჩხამურში იცი თქვენ ერთ-ერთი ინიციატორი იყავით და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დიდი პატივი დაასწრო დაბა ოჩხამურის მაცხოვრებლებს და ზოგადად სპორტის მოყვარულებს და მომავალთაობას და იგივე ფედერაციის თხოვნაც ერთგვარად გაითვალისწინა და მალე დასრულდება იქ ძალიან კარგი სპორტული ცენტრი რომელიც მოემსახურება როგორც ქართულ ჭიდაობას ისე ძალოსნობას და იცი თქვენი გარშემო 7-8 სოფელია და აქტიური ჩართულობა აი ეს ტენდენცია რა თქვენ ბრძანეთ ღია მარტივი ტიპის საჭიდაო არენების აგება ეს მისასალმებელია ქართულ ჭიდაობის პოპულარიზაციის და ქართულ ჭიდაობაში ახალგაზრდაობის აქტიური ჩართულობის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი და მამულიშვილური საქმეა თუმცა მე ამ ეტაპზე რაღაცნაირად ვერ მესახება და ვერ ფიქრობ იმას რომ ეს მასიურობა და რამოდენიმე კიდე არენა გაკეთება ის რაც გაკეთდა იქ მთავარია ავითვისოთ იქ სხვადასხვა ზაფხულის განმავლობაში შესაძლებელია როგორც სახელობითი ასე ხსოვნის ტურნირების ორგანიზება ჩატარება და როცა ქალაქის სპორტული ინფრასტრუქტურა საბოლოოდ სამართლებრივად შეემატება ალბათ აი ეს მარტივი ტიპის არენა იქ მსგავსი სპორტული აქტივობების გაგრძელება შეიძლება დანარჩენი ქართული ჭიდაობის განვითარების გზაზე ჩვენი მზაობა ფედერაციის და იმ ადამიანების თქვენის დამადობით ვინც ქართული ჭიდაობის განვითარებისთვის ზრუნავდა ბრძოლობდა და დღესაც და სამომავლოდაც გააგრძელებს აი ამ ზრუნვაშრომას და ბრძოლას მე მაძლევს იმის იმედს და ჩვენ გვაძლევს იმის მზაობას და мотивაციას რომ ქართული ჭიდაობის განვითარება აჭარის ავტორესპუბლიკაში მართალია ძნელად დაბალი სპორტული მიღწევებით მაგრამ უწყვეტად მიმდინარეობს ეს არის შეუქცევადი პროცესი და უფრო მეტად იქნება ჩართულობა ერის და ბერის ამ სახეობის ამ ჩვენი ეროვნული სახეობის აი ამ სოფლიო არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობის ძეგლის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. მადლობ, ბატონო ჯემალ, სრული ანალიზისათვის. ეხლა ერთი თემა. შეჯიბრი, საზოგადო სპორტული შეჯიბრი და კონკრეტულად ქართულ ჭიდაობაზე ვსაუბრობთ, მრავალი კომპონენტისგან შედგება, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი და მიმართულებით კომპონენტი არის საჯობა. ამ კუთხით ბევრი რამე გამოასწორეთ თქვენ პირადად, ბევრი რამე გამოსწორდა ჩვენ ავტონომურ რესპუბლიკაში და ზოგიერთ შემთხვევაში სამაგალითოც ხდება. ეხლა თუ შეიძლება რომ გააჟღეროთ მაღლობის წინაშე რომ ესე იგი რა მდგომარეობა გვაქვს საჯების ხრივ, რა კონდიციაზე ვართ და რა პერსპექტივები ისახება. ბატონ ჯემალა, თქვენ მთელი ცხოვრება სპორტში ხართ და კარგად მოგეხსენებათ, რომ საჯობა ნებისმიერ სპორტის სახეობისთვის არის აქილევსის ქუსლი. და ლაფსუსები, ნებსი თუ ნებლიეთ და ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე ოლიმპიადაზეც და მსოფლიო ჩემპიონატებზეც ხდება. იცით თქვენ ეს და არ მინდა. ჩვენ სინამდვილეში ბოლო პერიოდში ძალიან კოორდინირებული აქტიური ნაბიჯები გადაედგა როგორც სამწნილო ისე ამ შემთხვევაში საჯობაზე გვაქვს ლაპარაკი პროფესიული დონის ამაღლების ობიექტურობის სტანდარტის და სპორტული სტანდარტის საჯების მხრიდან დასანერგად ამისთვის ფედერაციამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით არაერთხელ ასე ვთქვათ იზრუნა საამისოდ და უკვე ბოლო წლებია ჩვენ ვახდენთ მსნელთა და მსაჯთა და ამ შემთხვევაში
საჭთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსების ორგანიზებას, ეს წინა წლებშიც იყო, წელსაც იქნება აუცილებლად, ასევე ეროვნული ფედერაციის ქართული ჭიდაობის მხარდაჭერით ბოლო წლებში რამოდენიმეჯერ ჩატარდა და გაიმართა მწვრთნელთა და საჭთა და ამ შემთხვევაში საჭთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, სემინარები, აი ახლა რამოდენიმე ერთი თვენახევარიც არ არის გასული ეროვნული ფედერაციის და საქართველოს სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ასევე ქალაქმა გორმა უმასპინძლა ქართული ჭიდაობის სისტემაში დასაქმებულ მწვრთნელთა და საჭთა სასერტიფიკატო სემინარებს ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკის სასპორტო სკოლებში და სპორტულ ცენტრებში დასაქმებული ყველა მწვრთნელ მასწავლებელი იყო მივლინებული, მათ გაიარეს როგორც სამწვრთნელო, ისე სამსაჯო ეს სემინარები, გადამზადების პროგრამა სრულად, მიეცათ შესაბამის სერტიფიკატები. ერთია სერტიფიკატი, ერთია სემინარი, მაგრამ მეორეა მოგეხსენებათ პრაქტიკულად რა ხდება. სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვართ დაზღვეული არასასიამოვნო ექსცესებისგან, ბოლო ღონისძიებაზე მართალია ისეთნაირად არ ყოფილა ექედაში აჭარის პირველობა ჭაბუკებში რომ გაიმართა, მაგრამ მაინც არის იცით, როგორც გულშემატკივრის მხრიდან, სპორტსმენის მხრიდან, ისე მწვრთნელის მხრიდანაც კი ისეთი არასპორტული გამოხდომების აქციელები ჩვენ არაერთხელ ვთქვით და არაერთხელ ამას სამუშაო თათბირებზეც ვამბობთ, რომ მაშინ როდესაც თითოეულ სპორტულ შეჯიბრებას ემსახურება 5-6 მსაჯი პლუს ვიდეო რეფერსო ვეძახით, ვიდეო მსაჯი, სადაც ტექნიკური შესაძლებლობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თითოეული სააპელაციო ქულა თუ თითოეული პროტესტი ამა თუ იმ გუნდის გაანალიზებული იყოს, გადახედული, შეფასებული იქნას, ყოველთვის ისეთ რა, ერთ რაღაცას როგორც მე ამ შემთხვევაში ფედერაციის ავტონომიური რესპუბლიკის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მე არასოდეს და ვერ ჩავერევი და არ ჩავერევი და არც ვაკადრებ საკუთარ თავს, რომ სამსაჯო კორპუსის საქმიანობაში, სამსაჯო ბრიგადის საქმიანობაში ჩავერეო, უფალმა დამიფაროთ. მე ჩემეული შეფასება მაქვს და ერთხელ გორში 2017 წელი არ მიყვარს ბაქი ბაქაობა, მაგრამ ისე ჩემთვის მინდა ვთქვა, რომ ფალავნობას მასმილობდა გორიჩვი და 18 წელი იყო და აქეთ მიზის ჩვენი საამაყო რვაგზის პალავანი ალექსი დავითაშვილი, აქეთ ასევე საამაყო და უმწყინვალესი პიროვნება ჯემამჭერლიშვილი და ჩემთვის ვამბობ ერთი ქულა, ორი ქულა, ბიჭო შენო რა, მე ვუთხარი, ამდენი წელია ერთ და იგივე მამაო ჩვენოსავით უნდა იცოდეს ყველა, ხო რა პრობლემაა ახლა, ამდენი აგერ ღმერთმა აცხონოს მისული, იცი თქვენ ახალკაცი საერთოდ არ ყოფილა არც ფეხბურთელი, არც ნელი და რანაირი გუნდი და რა ისკა და რა ისა. ცოტა გონიერება გაქვს და ცოტა პატარა თავის ტვინის დიდ ნახევარსფეროებში მწყობრათა დალაგებულად გაქვს რაღაცები, რა პრობლემაა, ხო? რატო გეუბნებით ამას? არ ჩავერევი და არ ჩავერევი, მაგრამ ყოველთვის ვეუბნებით, რომ არ გვაქვს და არასოდეს არ გვექნება ჩვენი რაღაცნაირად იმის განცდა, რომ ვიღაცის მიმართ ვიყოთ მიკერძოებული. რას ქვია? ერთი 1993 წელს თუ 13-14 წელი ეგნატე ნინოშვილის დაკრძალვაზე იქ ერთმა გამოსვლელმა მაშინ სოციალ-დემოკრატია ახალად და იღვიძებს და ჩვენი ეგნატე და თქვენი ილიაო. ნუ ეს რას ქვია ყველა ერთსა? რას ქვია ჩვენები და თქვენები არა, ყველა ჩვენი სპორტსმენია, ყველა ჩვენ რას ქვია ბათუმი, ჩემზე კაი, ჩემზე და ჩვენზე ბათუმი რას ქვია ბათუმი ვიღაცის. ბათუმი ჩვენია, ქობულეთის, ხულო, შუახევის, ხელო, ყველა ჩვენია, ყველა ჩვენი სპორტსმენია, ყველა ერთიანობაში ვიბძვით, რომ წყობრის სისტემა ჩამოყალიბდეს ქართული ჭიდაობის განვითარების, ყველა რესურსი და ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული საიმისოდ, რომ მწვრთნელმა, საჯმა და სპორტსმენმა ჰარმონიულად ითანამშრომლონ საჭიდაო ხალიჩაზე, იქ იყოს
პროფესიული სტანდარტი იყოს პატივისცემა, იყოს სპორტული სუბორდინაცია და საბოლოო ჯამში ვინ გაიმარჯვებს და ვინ მოიგებს, ისევ კონკრეტული ღონისძიება, კონკრეტული სპორტსმენი, კონკრეტული მსაჯი, კონკრეტული მსვლელი და საბოლოო ჯამში ქართული ჭიდაობა. ჩვენ თუ ამასინად კიდე მარნეულში ვსაუბრობდით ერთ-ერთ ჩემ კოლეგასთან, ვერც საქართველოს ჩემპიონატებზე ყველგან ერთია ის რა მნიშვნელობა ეს აყალმაყალები მივარდნა სამსაჯო და იქ თქვი მეტნაკლებად იცით რა ჩვენ ოჯახს ჩვენ ხომ უნდა ვცეთ არა პატივი აი ეს მოცემულობა თუ მოცემულობა ქვია ყაყანის შეურაცხყოფის მსაჯზე დასტვენის ჩოხის ქნევის აი არც ასეთი მასშტაბით და ასეთი იმით არც ძიუდოში ხდება არც თავისუფალ ჭიდაობაში არც ბერძნობაში არც სამბოში და ჩვენ რატო მე ვუთხარი ამ ქართულ ჭიდაობაში რატო ყველაფრის უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს ის ძიუდო ახლა აჭარაში მაინც ქართული მოჭიდაობა, მაგრამ სხვა რეგიონებში ხო ძირითადად განსაკუთრებით ქართლი, კახეთი, თბილისში, ხო ძიუდოისტები ჭიდაობენ ამ ქართულს, ხო? იქ თუ პატივისცემა, აქ რა არის? ეს შენი დედა ჭიდაობა უფრო პატივსაცემი არ არის? სამწუხარო რეალობების წინაშე ვდგებით, ძალიან ისეთი ზოგჯერ ბატონჯემან ისეთი რაღაც მომენტებიც არის რომ შეგწხვება კიდეც რა დასული ადამიანები ვართ ხო რა არის პრობლემა რაიმე არასწორი გონია შეფასების ნაწილში და ადამიანები არიან ხომ შეიძლება შეეშა კი ბატონო გააპროტესტე განიხილავენ გადააყევენ ჩვენ რამდენჯერ კადრებიც კი ხან ალექსი დავითაშვილისთვის გაგვიგზავნია ხან სტომილი ისეთი ქართულ ჭიდაობაში ყარამანები რომ არიან და უთქვიათ რომ აი კი ბატონო ასე ვთქვათ პროფესიული კუთხით რომ ასე დახმარება გვითხოვია რომ აი ამ 6 საათში და კიდე რაღაც პროტესტი რო აქვს და აი ამ გულშემატკივარს ამ კონკრეტულ სპორტსმენს დამატებით რომ სარწმუნო გამხდარიყო ჩვენს მიერ ჩვენი სამსაჯო ბრიგადის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამატებით კიდე კონკრეტული ეპიზოდი აი ასპარეზობის გადაგვიგზავნია თბილისში ეროვნულ ფედერაციაში გითხარით ისეთ ადამიანებთან ვინც პროფესიონალია ხო აი ეს მოცემულობაა ბატონჯემა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მიუხედავად იმისა რომ არასასიამოვნო ფაქტებს სამსაჯო პროცესში აქვს ადგილი მათ ვცდილობთ რომ აი ასეთ სემინარებით გადამზადებით პროგრამა მაგრამ ვერც სემინარი გიშვილის ვერც გადამზადების პროგრამა და ვერც სერტიფიკატი თუ შინაგანად არ ხარ მოტივირებული მსნელი ხარ მსაჯი ხარ გულშემატკივარი თუ სპორტსმენი რომ შენი პირადი მეთისცე პატივი კონკრეტულ ღონისძიებას კონკრეტულ შეჯიბრებას, საჯს და ქართულ ჭიდაობას. ძალიან მარტივი თემაა. ჩვენში უნდა ვეძიოთ პრობლემა. ბერჯერ პრობლემებს ჩვენ ინდივიდუალურად ვქნით ბატონო ჯემალ. ობიექტური მოცემულობა არ ქმნის იმის საფუძველს რომ რაღაცა აუზაურთ ჩვენ თვითონ ვქნით ბევრი რაღაც ისეთი და ასეთ რაღაცეებისგან თუ ჩვენ თავს ინდივიდუალურად და თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავს დავეკითხებით რომ ჩემი მონაწილეობა ამ გაუგებრობაში რამდენად არის რამდენ პროცენტულია და თუ დავიდანაშაულებ თავს სასურველ შედეგებამდე მივად ნუ კომპლექსური მიდგომებით რა თქმა უნდა ბატონჯემო შესაძლებს დაგვარად თითქმის შევეხეთ ყველა სფეროს ჭიდაობის კომპონენტში და ეხლა მაქვს ასეთ შეკითხვა რა მდგომარეობა გვაქვს მცნელების ხრივ ნუ ცნედა მსაჯი იგივეს გეტყვით იგივე მცდელობა ფედერაციას როგორც ეროვნულ დონეზე ასე ავტონომურ რესპუბლიკაში იგივე იქაც სპორტის სამინისტროს და აქაც ავტონომურ რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს და სპორტის დეპარტამენტს ყველა სახეობაში ეს არის რა კვალიფიციური მცნელი. სამწუხაროდ ბატონჯემალ ახლა ჩვენ 10 გადაცემა არ გვეყოფა. სამწუხაროდ ისე უგერგილო სპორტის კანონია ფაქტიურად არც არის. ანუ სპორტის სფერო ასე არ რეგულირდება ისე როგორც საჭირო იყო. ალბათ სახელმწიფო ამისთვისაც მოიწლის, იმიტომ რომ არის ისეთი თემები, რაღაც ფუნქციების გამიჯვნის, რაღაც ზოგჯერ არის რომ ერთ და იგივე რაღაც
კონკრეტულ სპორტულ საკითხთან დაკავშირებით, აი ფედერაციის უფლებამოსილება სად იწყება და სასპორტო სკოლის სად თავდება, ან სასპორტო სკოლის, ან სპორტული ცენტრის სად იწყება და ფედერაციის სათა. ბევრი ისე თემებია, რომელიც სპორტის კანონმა უნდა დაარეგულიროს და ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ახლა აღარ მინდა მაგაზე შევიდე და გამომდინარე, აი აქ ეს მანკიერება ამ მსმენელებთან მიმართებაშიც გადმოდის. იგივე ბევრჯერ გვითქვია, რომ ვერ რეგულირდება, ვინ, აი ქართულ ჭიდაობის მსმენელად, ვინ იწყებს, როგორ ვაწყებინებთ. ერთხელ ვიხუმრე კიდე ჩვენი ქართული ისმე ნეპოტიზმი სპორტსკოლის, მე ვარ სპორტსკოლის დირექტორი, ჩემმა ნათესავმა დაამთავრა სკოლა, მირეკავს ჩემი ნათესავი, ჩემმა ბაღანამ სკოლა დაამთავრა და ჰაცხან შემიგდენ შენ სკოლაში, ეს აჯარულად რომ გითხრა, ეს მეც ჩემ ნათესავს ყაედასა ნიშნავ ფრენბურთის მსმენელად. ეს ბაღანა, რომელიც სკოლა ახალ დამთავრებული აქვს, არც ფრენბურთის გარტყმაშია. არც წესი იცის, არც რიგი იცის, არც პროფილური განათლება აქვს, არც ლიცენზია აქვს შესაბამისი ეროვნული ფედერაციის, არა იგივე ქართულ ჭიდაობაშიც რამდენია დაამთავრა სკოლა ინიშნება, ვინ მისცა ლიცენზია, პროფილური განათლება არა, გამოცდილება არა. აი ეს იცით რა, ეს მეტნაკლებად გვეხება და მე შემთხვევითი აი მწვრთნელი, რომელიც რაღაცნაირად დათულ სამსახურს უწევს თავის მოსწავლეს, რაღაც ფუქსავატური, აი იაფასიანი გამარჯვება, იაფასიანი მიღწევებით, რაღაც ისე უხატავსო როგორ და საერთო ჯამში ბევრ რაღაცა გვაკლია, იცი ბატონჯემან, ეხლა რეჟისორი გვანიშნებს, რომ იწურება ეთერის ვადა, ამიტომ აქაც პრობლემები იდენტურია იგივე სამსაჯოსთან მიმართებაში, თუმცა მადლობა ღმერთს ავტონომიური რესპუბლიკის ქართულ ჭიდაობის სინამდვილეში ჩვენ საკმაოდ მაღალ კვალიფიციური კადრები ყავს ქართულ ჭიდაობის სამწნელო მიმართულებით, ისინი რომ არა ბოლო პერიოდის შედეგები განსაკუთრებით ჭაბუკთა ასაკში და ახალგაზრდებში ნაწილობრივ ვერ გვექნებოდა და არ გვექნებოდა. შედეგს დებს პროფესიონალიზმი. მარტო ის რომ სირაქლემას პოზაში და რომ ვიძახოთ ამა თუ იმ მსმენელმა ძალიან მაგარი ვარ და ეს და ისა და შედეგი არ გაქვს და ერთი ჩემპიონი არ გაგიზდია, ეს არის ძალიან ისეთი ამორალური სპორტული თვალსაზრისით, ამიტომ იაფასიანი რაღაც წარმატებაზე გათვლი, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად არაპროდუქტიულია და არც გჭირდება ასეთი ადამიანის სისტემაში, ჩვენ გჭირდება მოტივირებული, პროფესიონალი, საკუთარ საქმეზე შეყვარებული, თავდაბალი მწვრთნელი, რომელიც იზრუნებს თავისი მოწაფის, შეგირდის, სპორტსმენის განვითარებაზე და სპორტულ შედეგზე. და დანარჩენი უკვე აი სხვა სპორტული პრომოუშენის და სხვადასხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული ასე ვთქვათ მოცემულობები ამ კონკრეტულ მწვრთნელთან დაკავშირებით და ზოგადად სამწვრთნელო შტაბთან დაკავშირებით, ეს უკვე ფედერაცია სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით ახორციელებს, ეს არის დამზადების პროგრამა, სერტიფიცირება, სემინარები, აი იგივე ჩვენ, აი უცხო ჩვენი სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან აქტიური კომუნიკაცია, მივლინებები, გადამზადების პროგრამები და მასტერკლასები, იგივე ჩვენ სინამდვილეში, ვინც გამოცდილი, ძალიან ტიტულოვანი ქართულის მოჭიდავეა, მათი მოწვევა საჩვენებელი ილეთების, ლექციების, მასტერკლასების კომპლექსური მიდგომა გვაქვს. ნაბიჯ ამ სფეროშიც ბატონჯემალ წინ მივიწევთ პროფესიონალიზმის გზაზე, თუმცა ბევრი მანკიერი ზოგადი არის ისეთი თემები, რომელიც ჩვენს ძალებს აღემატება და სამართლებრივი საფუძველი, იგივე საკანონმდებლო ბაზა ვერ იძლევა იმის საშუალებას, რომ სრულად მოხდეს ბევრი აი ესეთი თემის რეალიზება, რომელიც დღის ეს რიგში ძალიან შემაწუხებელია და ძალიან მანკიერად ითვლება და მისი გამოსწორებისთვის როგორც სამართლებრივი, ისე ჩვენი მხრიდან და ისე სამინისტროს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგმას და იდგმება, თუმცა სასურველი შედეგები ბევრ შემთხვევაში არ გვაქვს, მაგრამ არც ისე რომ გვექცევა თავზე ყველაფერს ბატონჯემალ თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ და სპორტის მენეჯმენტში და იცით, ყველაფერს სჭირდება შრომა, თავდაღუნული, მუხჩაუხრელი
ძალიან თავდაბლური შრომა და რომის შრომო და კონკრეტული თემა რომ რაღაცნაირად წარმატების გზაზე დააყენო, ამას პროფესიონალი სჭირდება. ანუ ადამიანური რესურსი სჭირდება. ამითაც ვცდილობთ რომ ფედერაციაში ადამიანური რესურსი სწორად იქნეს გამოყენებული, გადანაწილებული, სადაც სპორტული მიმართულება პროფესიონალები ყავდეს ჩართული, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებია შესაბამისი პროფესიონალები ყავდეს ჩართული, სადაც სამართლებრივი ურთიერთობებია შესაბამისი და ასე შემდეგ. Ну, что, ზოლობთ და ნახოთ სადამდე მივართ ბადარჯი. ბაღანოძემალ, აი ძალიან ემოციურად ხაზი და გაუსმა და ძალიან პროფესიულად გააკეთეთ ყოველი ეს ანალიზი. თემა ერთია რომ ჩვენი გადაცემა დამთავრდა ამოიწურათ რომ მაგრამ ჩვენ კიდე შევხვდებით ერთმანეთს იმედია რა თქმა უნდა და გავაგზავნეთ ამ ჩვენ საუბრას. დიდი მადლობა მოწვევისთვის და კიდე არ შემიძლია ამ დამთავრების ჟამს არ შევეღო თქვენ ბრძნულ გამონათქვამს რომ ქვეყანაში თქვენ ასე არ გითქვათ, მაგრამ მე ვიტყვი ახლა რომ ქვეყანაში შესაძლებელია ლიბერალური სპორტის კანონი. თავი სწორედ რომ აქედან იწყება და შესაბამისობაში ძალიან ცუდ გუმორებაში ვართ იმდენად რამდენადაც ამ კანონით, ესე იგი სწავლება, სპორტული სწავლება, უმაღლესი სწავლება არ არის ბათუმში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გაუქმებულია სპორტული კათედრა. აი სპორტის უნივერსიტეტის აღდგენა მე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის. აი ბადონჯემალ ახლა მაინც იწურება, მაგრამ აი როცა უყურეთ, აი ისევ დაუბრუნდები აი ნეპოტიზმით რომ დამისაქმე ჩემი ბაღანა დავასაქმე და გარტმაში. აი რატომ არის რომ ჩვენთან როცა ღონისძიებები პროფესიული დონეზე როცა აჭარის პიროვნებები რაღაც ყოველთვის იქ ვისაც პროფილური განათლება აქვს ტრაული მომენტები რო რაღაცნაირად დამშვიდებული ვართ, იმიტომ რომ იმიტომ ბატონო რომ გარდა სპორტულისა იქ ფიზიონომიასაც ასწავლიდნენ, გადაუდებელ სამედიცინო დახმარება, ყველაფერი იმ თაობა, ფიზკულტურის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, ადამიანის მთელი ანატომია იცის, ის გადაუდა. ჩვენ ამიტომ ვამბობ ბატონო ჩემი მოგზალებული შეხედულებით აი ეს სფერო სპორტის, რომელსაც კანონმა უნდა დაარეგულიროს ყველა მიმართულებით, სერიოზული გადასახედია, ამას კომპლექსური მუშაობა სჭირდება ჩემი აზრით, სპეციალისტების დაჯობა და ძალიან ეფექტური, ძალიან განვითარებაზე მორგებული კანონმდებლობა საჭიროა. გეთანხმებით, ბატონო ჯემალ, 95%-იც კი სპორტში დასაქმებული კონტინგენტის არა სპეციალისტია. 5% რომელიც შემორჩენილია, ბალე აღარ იქნება და საერთოდ ვანხანალია შეიქმნება და აი სწორედ დააყენა თქვენ საკითხი რომ სპორტის კანონიც უნდა შეიცვალოს, სწავლებაც უნდა აღდგეს და შესაბამისობაში უნდა მივაღწიოთ იმას, რაც ერთად ქვია ერის სიჯანტე. სპორტის სფეროში, სპორტის სახეობების განვითარებაში მცნელებად უნდა ინიშნებოდნენ შესაბამისი პროფილური განათლების მქონე ადამიანები. Всё. გეთანხმებით და ამას კიდევ დავუმატებ მე რომ ყველაზე დიდი მე ვიტყოდი შეცდომა ის არის რომ რატომღაც ახლა სწორად გამიგეთ ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობთ სწორედ რომ ხელმძღვანელის გოლში 90% წარმოადგენს არასპეციალისტის თანამდებობები და გამომდინარე აქედან საკითხთა წყებას მივყავართ იქა რომ ესე იგი გავითავისებლობა ქმნის შემდგომ ამ უწესრიგო ქმედებას. Ну, ჩვენი გადაცემა დამთავრებულია. დიდი მადლობა ბატონო ჯემალ. მადლობა თქვენ. მაყურებელს მინდა უთხრა რომ სტუმრად ყავდა ბატონო ჯემალ წულუკიძე, სპორტის უკვე პროფესიონალი და დიდი მოღვაწე. მადლობა მინდა მას უთხრა იმისათვის რომ აკეთებს ქართულ საქმეს, ისთვის იმისათვის რომ ჩვენი ქართული ჭიდაობა უფრო მაღლა და მაღალ საფეხურებზე აიწიოს. თქვენისთან ადამიანების ხარდაჭერით ბატონო ჯემალ და მოდით დღეს ჩვენი ასეთ რა ვთქვათ საქმიანი და ემოციური გადაცემა დახურულად გამოაცხადოთ. მადლობა მაყურებელს, მადლობა თქვენ ბატონო ჯემალ და წარმატებები ყველა თქვენც ასე.